Kalsiyum şuydu biysem. Abaragor, xatragor bzandებით. Აქ ხაზე თუ ისე ჩამოწმენდილია. ამზეც გამოვიდა. ვუყურებ რა ამბებია სტიქის ზონებში, გული მისკდება. ნეტავი იქით გაჩერდებოდეს და ხა აქეთ მოთოვდეს ცოტა, გადანაწილდებოდეს მთელ საქართველოზე ისე რომ არავისთან ესეთი ამბები არ მოხდეს. გარდაცვლილებიც არიანო, ორი ადამიანი ერთი მეზობლის სახლის ჩამოთოვლას ცდილობდაო და ჩანგრეულას ახურავი და შუახტის მამაკაცი გარდაიცვალაო და მეორე კიდე გაყინული იპოვეს ქობულეთში თავის სახლთან ახლოს ადამიანი. არ ვიცი. თქვენი არ ვიცი, მე 35 წელს ვხდები და ესეთი თოვლი საქართველოში არ მახსოვს. მე მგონი რაღაცა კლიმატი იცვლება. ანუ მზად რო იყო, ეხლა ეს არ არის სტიქია და არ არის რაღაცა მზად რო იყო, მაგრამ მზად როცა არ ხარ, როცა სოფლებში აი არ არის, რა ვიცი, არც შუქი, არც წყალი, არც გაზი. არ ვიცი საერთოდ. შეშა ალბათ ყველას აქვს, იმედი მაქვს, ყველას აქვს. არ ვიცი. მაგრამ გაზი ვისაც არ გაყველი, შეიძლება რომ შეშა არც კონდეს და მოხუცი თუა, პატარა ბავშვი თუა. ან ადამიანიც ხა მე მაგალითად ხა ვფიქრობდი და არ მაქვს სახში იმდანად ფილტანი წამოსი რომ ესეთი მდგომარეობა რო იყოს, არაფერი რო არ იყოს გათბობა და რაღაცა უკავთბეთ, არ მაქვს სახში მეგიტანი წამოსი. ადამიანი მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის. ეს არის ბიგლი. დილმშვიდობისა. ყველას დილმშვიდობისა. ეხლა ხავა მინდა რომ მოვადუღოთ, მე და თქვენ. You know what a puppy? Puppy? Yes, მინდა. ჩემი ევა მინდა. არ გამოჩნდა. მოკლედ ხალხო, ეხლა მოვხალოთ მე და თქვენ აერო გრილში. ჩემს სიყვარულში. ეს თხილი ჩემი სიყვარული. ვხალავ 170-ზე 12 წუთი. ხარ, ძეს დალევა უნდა ფისოს? ენით უნდა დალიოს? ესა უნდა დალიოს. ხო, აბა როგორ უნდა დალიოს? Papa, the flowy papa. I'm going to print. I don't know. How shall I have a shirt? I'm not sure what Zang and real. I are me, was the Momuka. Come on, job, I'm not Ninivar. Yes. Cat is cute. Mama made it over. Oh. What are you? Minda. Okay. Thank you. That's very only one. Man, I shan't the pit up in peace. Una mouse search amor. Tabu una amor kadam. I saw the other because I share this at very job here the jam. I shall a pizza. That did go. Gerard, I'm not having that help there. Minda,
ითისო. ის არის მაგიდას ხაზის. Okay, mommy, that mouth. მოგიტან ეხლა, შენ არ იღებო, მოგიტან. რაიტირე, მაუთოი? და ფიჟან მოუყანენ? ჭამა? Cute piso? Yes, Gaia, Dada. Ara, Siwa. Organi, როგორი ჭკვიანია. It's okay. ოღონ. ნახეთ, თუ სწორად იკვებები, ეს არის მთავარი სიტყვა. თუ სწორად იკვებები და ყველაფერს საწვდი ორგანიზმს რაც ჭირდება. წყალსაც ითხოვს. ანუ შენ კი არ აძალებ თავს და ძალით კი არის ხავ მე მაგალითად არ შემიძლია ყოლის ძალით დალევა. ისე მიყვარს წყალი და საერთოდ მძულდება ძალით. ცადე ადრე რო იყო ხოლმე ის რომ აიმე აუცილებლად ამდენი წყალი უნდა დალიო იმდენ. კი, კარგად მაგოცე, მადლობა. ამდენი წყალი უნდა დალიო, იმდენი წყალი უნდა დალიო და ანუ ამის შემძულდა წყალი რომელიც მიყვარს. ტრეკერებიც ადრე ვთქვი ხონდა გამოწერილი. ნახა და ესა. Dada, ისესაც სხვა დავასხა. ხო და ესა, მოგეთ საერთოდ შემიძლია წყლის დალევა. და როცა არ იკვებები გაბალანსებულად, მოდი ასე ვთქვათ. წყალი არ გინდა. და მაქსიმალურად არაჯანსაღი გინდა ყველაფერი. ნახშირ წყლები, შაქრები. იმეჯები ლამაზი, დედასი, ჩემი სილამაზე. ხო და აიქმა, ნახე. Wow, gotcha, Dada, კარგი გოგოა. მადლობა, დედა, კარგი გოგო ვარ. კი, შენი სნიკერსია ეგ. ხო და მოკლედ ეხლა რომ ვცდილობ შედარებით ისე ვიკვებო, აი ნახეთ როგორ ტკბებს ჭა. ნახშირ წყლებსაც ჭა, ჩვეულებრივად, მაგრამ ვცდილობ რომ თან ისეთი აი ბოსტნეულს ჭამო, ცილოვანს ჭამო. ანუ ყველაფერი მივაწოდო ორგანიზმს. ასე თუ ისე. და ანუ აი წყალსაც თვითონ თხოვს. მაშინ როცა ასე არ ხდება, წყალს ამის არ ვსვლა, იხადა ვაფიქსირე. აი თავს რომ მომინდა წყალი. ანუ სხვადასხვა საზრს არ მინდა ხოლმე დიოს წყალი. როცა ასე არ ვაკეთებ და როცა ასე ვაკეთებ, ყოველთვის მინდა ხოლმე. ანუ როდრამდე ჭკვიანია წარმოიდგინეთ, რომ როგორც კი შენ ფეხს აუწყობ, ისიც ხელს გიწყობს. ახლა შენ თუ არ შეუწყე ხელი და არ დაიხმარე, მარტო ის ვერაფერს ვერ იზავს. I love you, Evie. Mime, ჩემი შმაკულა. შოკეთ? აბა სედ გააკეთე. სედ. აბა happy? შოკეთ? ტირის? ტირის გაკეთება? Angry. Angry? მე გამომდის გარეგან. ის რო არის Never. თავდა მოწყენილი? მაიმუნი გაკეთება. კატა? ძაღლი?
მამალი როგორ ყივის? იყრიყო! მაიმუნი ხა, ევა მაიმუნი. არ გინდა მაიმუნი? შენ ხაფინო ხარ? ბედნიერი ხარ ახლა? მე ბედნიერი ვარ ახლა. კაი, ხა გადავიღებ. კაი, დამაცადე. დამაცადე, ოკეი? არ მინდა შოკეთ. ვიდეოს გადაღება მინდა. I make video. No shit. No shit. What? Angry. Yes. Yes. შენ ბაყაყი ვინ არის? კაი, დამაცადე დედა, ეხლა გეყოფა, კაი? всё, მოვჩით უკვე. ვისი ამოვნეთ, ვითამაშეთ, მორჩა, კარგი? ოკეი? კაიგე? ევა, კაიგე? ევა. всё, მორჩა. ოკეი? კაიგე? არა, ბოდიში არა, უბრალოდ დამაცადე, კარგი? რა? ვერ გავიგე. ბონის ჩავაცვა? მე საწოლში არ ყავს? აი, ცოტა მეტი არ ხარ და არ ხდება. ხო და ასე. რა გაიყო გუში საწოლიდან ლაივი? აი მე ესეთი ვარ. არ შემიძლია რომ წინასწარ თქვა რომ აი ამ დროს მექნება ლაივი, იმიტომ რომ თქვა შეიძლება საერთოდ არ ვიყო მაგის განწყობა და არ გადავიღებ, არ გავალ ლაივში. მაგრამ აი ასე სპონტანურად კი. ხო და რა ვიცი. ცადოთ ხოლმე მე და თქვი. რატო არ მოგივიდათ ის არ ვიცი. ნოტიფიკაცია რომ ლაივი იყო. ბევრმა თქვა რომ არ მომივიდაო. ალბათ ხანდახან ურევს. ესა. YouTube. კიმია სასუნა. გაიგო რომ ჭამდი და მოვარდა. სვალი ხარ. მიწერე ონიას ყოფილ მეგობარს. გურიაში ახლა მეკითხავ. ახანაკეთაც არის ხოლმე იქ ცხოვრობს და როგორ ხარ მეთქი ახდება შენთან. გურიაში ხარ მეთქი კი გურიაში ვარ. ანთან მოვიტან თხილს. მოვიტან თხილი. ხო და გზებია გაწმენდილი ამიტომ ამ ცენტრალური სახლებამდე მისვლელი არ არისო 3 მეტრამდე ათოლია ჩახატაუში
ავწევ კითხე. გაქვს მეთქი. საჭმელი და რამე. როგორ უნდა იყოს ადამიანი მზად, მაგრამ ყველაფრისთვის უნდა იყოს მზად. განსაკუთრებით მაღალ მთიანებში. ის ხალხი როა ერთი კაცი რო ცხოვრობს სოფელში, მათ კაცი დაგინებენ როგორ იქნებიან. ეს საერთოდ იმეა. მაგათ საშუალებაც არ აქვს ხოლმე იმისი, რომ მოიმარაგონ პროდუქტები. მართლა. მომზადებელი ბუნების წინაშე ადამიანი ესეც საწოდავია. უძლური. დამძო ჩვენ. ერთმანეთს ვჭირდებით ხოლმე ჩვენ. ძალა ერთობაშია. როგორ შემეცოდა ის კაცი სახლი რომ ჩაინგრა. არ მეზობელთან რომ მივიდა დასახმარებლად. არც უფრო გემატება ასაკი. მით უფრო ბევრი ისეთი ამბავი იცი, რომ ავიწყებულამდე ჩვენი დათხელებულია აი აქ ნახეთ როგორ აწეული მაგრამ იმის კვალობაზე რომ იმ გოგო მოხსნაზე ფული გადავიხადე კიდე და მიტოვა და ჩემი თავი დღლიზე კარგად არის უნდა მომეჭრა და ასე არ მომივიდო და მოფიქრება ხო უნდა და ბონიერთად ჭამთ ისეთი ცვენა დაეწყო ჯეხვებს ცუდად პეწვი ის მეორეზე და გამოვიცვალე იმიტომ ისეთი პეწვი არ მიიღო ზოგიერთ თქვენგანს ალბათ გული შეუწუხდებოდა. გაგითვალისწინეთ. ბატონო. ეხლავე, მიდი მამა აყენე. მამა, ადექი, მამა, ადექი. ხალინ ფილმს ვერ უყურე. სამგერ დღეს მექნება აქ ბედნიერება. ასტერი დაგვეცალოს. დებოდაცმებო. ეყარხა. დაუყებე ვინ არის? ვინ შემოიწვა იკა ადგა.
ოკეი, ბანახოთ კომენტარები. Ანდრე დავიწყეთ გავუიძებ ბანახეთ. Dada, may I see one? შია. Dada, big one. I sorry. Dada, I miss you. I love you. Oh. Coco minna, coco. ეხლა. Yeah. მიდი გოგოს ჩაგირთავს. ევა, წადი მამა ჩაგირთავს. გავიგე. უკეთ 10 საათი გახდა ეს ესა. 1 წუთი აკლია. ოკეი. მანანამ. ევა ტიკტიკა პატარა საყვარელო. გემრიალად მიიწვით ჩემო ძვირფასებო. ქეთინო საათაშვილი სალამი ძვირფასო შეგერგოთო. მადლობა საყვარელო. შეგერგოს. ძალიან დიდი მადლობა. შორენა წაიყვან თოვლი დღეს კიდევ თოვს. აღარ მინდა. სად თოვს ძვირფასო სად ხარ შენ? ისა ნეტავი ცოტა აქეთ გადმონაწილდებოდეს მე მენატრება თოვლი და ესე რომ განაწილდებოდეს ყველგან სადაც არ თოვს და არ თოვია იქაც ხო აღარ იქნებოდა მე. ეხლა მაინც რო აღარ მოთოვოს. ნინო დვალი სალამი ძვირფასო. მიართმე გამიგია შენი ლაივი დილით გნახე ციცობებოს პოზიტივი და შემართება ფრიად შესაშური. აი ძალიან გავგიჟდი ციცობებოზე. ლელა გვინდა ჩვენს თოვლი ნინამდვილად თოვლის გარეშე ზამთარი რა ზამთარია. გალაღები იდა სალამი რომელის სახელია იდა. გალაღებულია ევიტო დედასთან და ბონისთან ერთად ბედნიერია მოჩად ქეთინო მომწერო. აი შემეწია. გონი რა შესაძლოა? მოდი გონი. მე სულ ფიქრობდი ქეთი შენზე მაგრამ ჩოხატაუშვია ისეთ თოვლი არ არისო იძახდნენ და ეხა შემხვდა მე ვიდეოები რომ მანდაც არის გუშინ და იმიტომ მოგწერე. ჩოხატაური ლანჩხუთი. ხო და ისა მომწერე აბა შენი ზუსტი მისამართი ჩოხატაურში მაგალითად როგორ შეიძლება შენი პოვნა. მე აბა თუ კი რამე შემიძლია გავარკვევ მაგას და ისა გათბობა რამე გააქვს შეშან რა ვიცი რამე აი პროსტა ნახე რა ისა
ნინი დილემშვიდობის მადლობა საყვარელო გაგახსენდი და მომიკითხეთ. ეხლა ესეთი მდგომარეობა არის ჩაგიგდებ ორ ვიდეოს. წყალი არ არის რაიონში, პური არ ცხება. თოვს ვადნობ და ისე ამ შეფარებულ ძაღლებს ორი ლეკვია მათ შორის რაღაცნაირად უყვება, მაგრამ ესეც მითავდება. გარეთ ძები მოყინულია და პოლიციის მანქანა აგერ ჩავარდნილი ჩემი ეზოს სახლის წინ და არ ვიცი რა იქნება და რა გვიწველება. მიმართო უნდა ყველას, ვისაც დახმარება შეუძლია. რა მისა ბლოგერი გავხდე, მეც არ ვიცი რა. რამდენიმე ადამიანს დავაპოსტინე. ნახოთ რა იქნება, არ ვიცი. აი რა ვქნა და ვის მიმართო და როგორ მიმართო. ეხლა ვიდეოებს ჩავაგდებ და მეგობრებში და თუ რაღაცა იქნა თუ დახმარება ვნახავ, არ ვიცი, აი აზრი არა ვარ რა ხდება რა, ეს ასეთი სტიქია ჯერ არ ყოფილა და ჩავრჩი აქ მოკლედ. ესენიც ვერ მივატოვე, საცოდავებისად მივატოვო ახლა ამ იმაში სიცივეში და ყინვაში და ერთი ოპერაციები ლეკვი მყავს, ერთი ისე ლეკვის შემოუშვეს ჭიშკართან, ვაიმე როგორ არ მიმეღო და ეს დიდი ძაღლებისგან ძლივს გადავარჩინე და ხეს ორი პატარა ლეკვები საწავილყო, ანუ მოკლედ რა. რაღაცა გადაყლაპა და ოპერაცია გავუკეთეთ ბათუმში და ერთი ისეთი მყავს და აი ამ დღეში აღმოჩნდი მოკლედ რა და რაიონი ხო საერთოდ მოუმზადებელია რა. არ ვიცი, აი ვიდეო ჩაგიგდებ ახლა. მაჩვენი ერთი ვიდეო. ეს ომახმარის. და რამდენი ფოტოია. ფანჯრებამდე აუთხოვნი. ახეთ რა ხდება გურიაში. როგორც შეგბირთით, მეგობრებო, ეს არის მეორე ნაწილი ვიდეოსი, რომელიც გადავიღე ახლა. არის ძალიან რთული სიტუაცია, მოყინულია მთელი გზები. აი ნახეთ ახლა როგორი სახლის ფანჯრიდან რა ხდება, ახლა რა ხდება. პოლიციის მანქანა ჩავარდა გზაზე და ეშველებიან მეზობლები. არ ვიცი, მოკლედ რარაირად გავალ მე სახლიდან. ის არის წინა მხარე სახლის ჭიშკარი და ნახეთ როგორი გაყინული და ჩათოვლილია. ძაღლები როგორც იქნა დავაპურე, რამდენიმე არის გარეთ და ეხლა ვფიქრობ როგორ გავიდე, რომ საკვები რაღაცა შემოვიტანო. ან დიდი მადლობა ეხლა მე მომიტანოს, მაგრამ დიდი მადლობა ყველას, ვინც კურიის გასაჭირი მიიტანა და მოხალისეები ვინც არიან და საჯარო სტრუქტურის წარმომადგენლებიც, ვისაც შეუძლია და ვინც ეხმარება ხალხს, მაგრამ ეს მაღალმთიანი სოფლები გასაგებია, მაგრამ რაიონის ცენტრშიც ვართ ისეთი ადამიანები, რომელსაც გვჭირდება ყურადღება და რაღაცა ელემენტარულის მოწოდებაც. ვარ 65 წლის, მარტოხელა, ვარ მშობლების დანატო ვარ სახლში და მყავს შეფარებული ცუგები. მოკლედ, არ ვიცი ახლა ვის მიმართო, როგორ მიმართო, ისევ 112-ს უნდა დაურეკო თუ ვერ გავედი სახლიდან. რაიონში პური არ ცხება დღეს და წყალი არ მოდის და რაღაც დახმარება ალბათ დამჭირდება და ნახოთ აბა რას მოიმოქმედებენ და როგორ დამეხმარებიან. იკოლი არის რამდენი სამი დღეა, მეოთხე დღეა უკვე თავს და ფანჯრებამდე უკვე რა ვიცი სადაც მარიამს უნდა მივწეროთ ხაპელეს ვინმე ხართ, ვისაც სტომა გაქვს ჩახატაუთან, რომ დაეხმაროთ, მარტოხელა ქალია, არავინ არ ყავს იქით და ყავს ისე მიტოვებული ლეკვი, რომელსაც უვლის.
ამ ვიდეოს ჩავსვა ვიდეოში. ერთი ასევე რა არის რამდენი ვიდეოები გამომიგზავნე, რასაც შეძლებ. ლეკვების ფოტო ვიდეოც გამომიგზავნე. რა გჭირდება ეგეც დაწერე. და როგორ მოგაგნონ არიან ჯგუფები, ახლა დასახმარებლად წამოსული და ჩემი მეგობარი ოღონდ ეს არ ვიცი ზუსტად სად არის დასავლეთში როა ეგ ვიცი და მივწერა იმას თუ აქვთ წვდომა გურიასთან და ყველა ვარიანტში დამიწერე რომ ანუ არხზეც ვიტყვი თუ კი ვინმეს რაიმე კავშირი აქვს და შეუძლია მოვიდეს დაგეხმაროს რითიც შეუძლია შევეცდები რომ გავაკებინო ძალიან კარგი გოგო ხარ რომ არ მიატოვე ცხოველები მაგაზე დიდი რამე ამ ქვეყნად რა არის ხო და მოკლედ აი ესეთი ამბავია რა ვიცი და რა განვიცდი გავაღებულია ევიტო დედასთან და ბონისთან ერთად ბედნიერია კი ძალიან უყვარს ბონი ნუ დედასთან კიდე ხო ძალიან კარგად არის რაც სულ ჩემთან არის ბავშვი აი ძალიან დამშვიდდა და წნარდა და ასე ტელეფონის ნომერი დაწერა ჩოხატაური ჯალაღონიას ქუჩა 4 ხო აუცილებლია ესეთ ადგილას რო ხარ ჩარჩენი და რო გჭირდება დახმარება და არ საიდან რო არავინ არ გყავს და აი რამხელა რაღაცა უფრო მოვლენ და ესე დოსო დაგეხმარებიან ჩემმა გოგო მომწერა გუშინ როგორ მიყვარს ჩემი მარია მინახე მეთქი არ შეგიძლია მეთქი ეს ადგილას რო არ იყო თვითონაც იქ არის ქმარიც იქ არის ანუ ბავშვი აკავთ ბებიებთან და ისა კი არ შემიძლია სულ ჩემი ბავშვობაა მაგ დროს ჩემს თვალწინ საშინელი დევნილობის პერიოდი გამოვიარეთ მაშინ ვინმე რომ არ მოსულიყო დასახმარებლად ვინმე ვინც მოვიდა ჩვენ უბრალოდ ვერ გადავრჩებოდით ერთმანეთის დახმარებით გავიარეთ დევნილობის პირველი წლები ეს ვალივითაა ჩემთვის პოზიტიური ვალი რომლის კეთებაც სიამოვნებს სადაც ჩემნაირი ბავშვი ასე დროს სადღაც დედა ჩემისნაირი სადღაც ბებია ჩემისნაირი სადღაც ბიძა ჩემი მარიამ დილამშვიდობის სასაყვარელო შენ გურიასთან ხო არ გაქვს წვდომა ჩოხატაურთან ერთი ქალია ლიას ხნის ლიას ჯგუფელი იყო და იქ არის ჩარჩენილი ანუ ჩოხატაურში ცხოვრობს მარტო ხელა არავინ არ ყავს 2 ლეკვს უვლის რომელიც მიატოვა პატრონმა ერთი ახალი ოპერაციები არისო ხო და არც კომუნიკაცია არ არის არც წყალი არ არის პროდუქტებიც მითავდებაო და რა ვიცი შენ გამახსენდი ხო არ გაქვს კომუნიკაცია ვინმესთან ვინც მაგალითად ჩოხატაურთან გურიასთან მუშაობს ან რამე მისამართი ზუსტი და ნომრები დაიგენი გამოვართვი არა და ეს 27-ია აცი 27-მდე იყო ნახან მამინდოლა იდე თობს მაგადამწყებული რობერტი ყურანინიო მაინც მოგისმენ ეს აყარები ხარ თეონა ნინის აყარელო უძლიერესო უკარგესო შენ ისეთი კარგი დედა ხარ მეუღლე მეგობარი სულ უნდა ბრწყინავდე და ანათებდე ბედნიერებისგან ვინც არ უნდა ცდილობდეს შენს დაცემას არ გაახარო ადექი და მყარად და ამაყად გააგრძელე შენი მიზნებისკენ სვლა უკარგესი ხარ ვაიმე ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო უღრმესი მადლობა მე არ მყავს არავინ მტერი ესეთი დიდი მით უმეტეს უბრალოდ პატარა ადამიანებს გული უსკდებათ ხოლმე და ეგ არის თორე
დიდი ვიღაც მტერი მე არ მყავს ცხოვრებაში და თან მაგითიო ეგ არ გავახარო, ეგ არ არის ხოლმე ჩემი სახელმძღვანელო. ჩემი სახელმძღვანელო არის ის, რომ მე ვიყო კარგად, მე ვინც მიყვარს, ისინი იყვნენ კარგად. ღმერთო ნახე. ღმერთო. ქეთი ნუ გავუნა. ახალია? ეხლა. თან გაიჩვენეთ, რომ ეს არის მარტო ხელა ქარი, ამასთან ვერ ჩვილი მივა დასახმარებლად, ვერავინ ვერ მივა იქ დასახმარებლად, არ ყავს არც მანქანა და არაფერი. 60 პლუსი ასაკისი. ახლა მანქანაც რომ მყავდეს რა აზრია? ანუ რა ის ძალიან დიდი მანქანები ჩეკბიცით მეგობრებო, ეს არის მეორე ნაწილი ვიდეოსი, რომელიც გადავიღე ახლა. არის ძალიან რთული სიტუაცია, მოყინულია მთელი გზები. აი ნახეთ ახლა როგორ სახლის ფანჯრიდან რა ხდება, რა ხდება. პოლიციის მანქანა ჩავარდა გზაზე და ეშველებიან მეზობლები. არ ვიცი, მოკლედ რარაირად გავალ მე სახლიდან. იცით წინა მხარე სახლის ჭიშკარიდან ნახეთ როგორი გაყინული და ჩათოვლილია. ძაღლები როგორც იქნა დავაპურე, რამდენიმე არის გარეთ და ეხლა ვფიქრობ როგორ გავიგე რომ საკვები რაღაცა შემოვიტანო. ან დიდი მადლობა ეხლა ვინმე მომიტანოს, მაგრამ დიდი მადლობა ყველას ვინც გურიის გასაჭირი მიტანა და მოხალისეები ვინც არიან და საჯარო სტრუქტურის წარმომადგენლებიც, ვისაც შეუძლია და ვინც ეხმარება ხალხს, მაგრამ ეს მაღალმთიანი სოფლები გასაგებია, მაგრამ რაიონის ცენტრშიც ვართ ისეთი ადამიანები, რომელსაც გვჭირდება ყურადღება და რაღაცა ელემენტარულის მოწოდებაც. ვარ 65 წლის, მარტოხელა, ვარ მშობლების დანატოვარ სახლში და ყავს შეფარებული ცუგები. მოკლედ, არ ვიცი ახლა ვის მივმართო, როგორ მივმართო, ისევ 112 უნდა დაურეკო თუ ვერ გავედი სახლიდან. რაიონში პური არ ჩხება დღეს და წყალი არ მოდის და რაღაც დახმარება ალბათ დამჭირდება და არ ნახოთ აბა რას მოიმოქმედებენ და როგორ დამეხმარებიან. არ ხდება, წყალი არ არის, დენი არის? კარი ცოტა ხან შევიდე ფოტოში ინტერნეტით ითიშება პერიოდულად და დენიც ახალი დარჩენილია ტელეფონი და მოვაწევ ცოტა ხანში ჩაიგდებ. 1 მეტრი იქნება როლი ერთი. მე თორე ძნელია. მაგრამ სამყაროს სიკეთე ატრიალებს. რაიმე გუშინ დაგრეული ზაღდა ორსული გოგო გამოიყვანა და ბიჭი დაიბადა ღმერთო ჩემო გურიაში. თელი გურია ეგრე აუმარიამა მომე ტელეფონი და ზუსტი ლოკაცია გადაუგზავი ბიჭებს თუ უკვე დაგეგმილი არ აქვს დღეს სხვასთან მისვლა გავუშვებ მასთანო. არა ევაკუაცია არა რაღაცა პროდუქტები ვერ გამოდის სახლიდან და აი პურიც მითავდებაო და რაღაცა პროდუქტები რომ მიაწოდონ რა ვიცი სანამ ეს ამბავია რომ იმას ქნას რადგან მარტო ხელაა და ვერავინ ვერ მიეხმარება და რაღაცა
ანუ ცხოველებისთვის საჭმელი და თავისთვის რაღაცა ელემენტარული, რა ვიცი, რაც იქნება. მომიტანე, ჩემ საწარმო გიტარებს. აუ, ძაღლიც მომიყვანა. მოდი. და ბონი, შენოდი თავლაბა. დაიკარგები ბონი? აუ, ეს რო გადააგდო პეტრიანთოვში. ვეღარ ვეღარ ციპოვი. სალამარგო გაზაფული არ დადიო. რუსეთში ციგორ ასე ირნებენ ხოლმე? საბავშვო კალიასკაში ვზით ხოლმე. ანუ და თან ხუდები ახურავთ. რაღაცას ამბობდა ეს ქეთინო პოლიციის მანქანას რაღაც ჩავარდაო ხო? რას იქ გაივლის რავი, აი ის მანქანები, მოხალისებს რო ყავთ. მეტრიან თოლში და კიდე უფრო მეტში ვერაფერი ვერ გაივლის, რავი, რა უნდა სპეციალური ტექნიკა უნდა იმას ნახო. იქ მშობლები მანქანები აზრი არ აქვს ყველა დრო. რამდენი მინდა ყავდეს. ხელა თოლში. პატრულიაო ჩემს სახლთან ჩავარდნილი ეს იძახის. აი მე რა კარგი გოგო ხარ მარიამ, ისიც მითხარი მე აბა თუ კი რამეს გეტყვიან რომ უთხრა ой, მე უცამდე ძაღლი იპოვეს გაყინულია. აბა რა იქნება? რამდენი ამხელა ტემპერატურაა? უცამდე ძაღლი იპოვეს გაყინულია. აბა რა იქნება? სასწრაფო გამოუძახია და გზაში ჩავარდნილა. ანუ ვაფშე როგორ დადის სასწრაფო და ეგეთი ვერ იგლის იქ უკვე. ანუ ჩვეულებრივ მანქანებს აზრი არ აქვს რომ ყავდეს. ანუ სადღაც აი მუხლამდეც რო არის თოვლი ჩვეულებრივ მანქანა ვერ დადის უკვე. მარიამი ახლა ზაყარილია. აუ რა თქმა უნდა. აუ არც არიან უმეტესობა. ფეხი. აღარა მაქვს. ფეხი აღარა მაქვს მორჩა. მომხდა უპირველეს ყოვლი. სახში მარტო აი იქ. მომხდა ცოლის ფეხი მომხდა. სახურავის სახლის არ ექნება ის. ხის სახლია. ხო და ზემოდან ადევს ვინიცის. ანუ წესირად ვერ დავინახე თოვლი რამდენი იქნება ანუ ხა ორი გამოგზავნა ქალმა და რაღა გინდა მეტი და ნახო. ხო ანუ ეს შორიდან ესე გადა ვერ მიხვდები ამ ხელაზე. ეს სახურავს უნდა გადაუყო. გვერდიდან ჩანს. ინი დამიზუსტე ქალაქია ეს თუ სოფელშია. იმიტომ რომ შეიძლება მსგავს მისამართი სოფელშიც იყოს და ლებში უნდა იყავოს შესაბამისად ამირასტურე ქალაქია თუ სოფელია. აი ამინი მეორე ტელეფონი მომიტანა ჩემი ის 14 ნომერისაც მინდავს. ის ამიწერე ქეთინოს მაგრამ რავი არ არის ისა იქნებ ინტერნეტი არა აქ არ არის ახლა აქ და რა წუთის წინ იყო მე მგონია რომ ის არის რაიონული ცენტრია ეს ჩოხატაური სადაც ცხოვრობს მაგრამ მაინც ის შენ მისამართის მომწერა რაღაც ხუშის მისამართი მომწერა მაგრამ ანუ ეს რაიონული ცენტრია მე მგონი და ეგ გაინტერესებთ ეგ აი თუ არა
სადრე გაჩვენოთ. არა ტელეფონთან. თორე ხანში კი დავიკა. მიდი გოგო მიდი ნახე. როგორ მინდა ახლა მეც იქ ვიყო და ვახმარებოდი ამ ადამიანებს. აი ევა წამოიზრდება სულ ვიქნები ეგეთ ამბებში. ნუ ღმერთმა არავის არ დააჭიროს, მაგრამ სადაც რა იქნება საჭირო იქ. ყოველთვის არის საჭირო დახმარება. რა გშია და მითხარი? რა? კვერცხი? მოდი შევწვათ. მე ძალიან. ეუ, მოგშივდა. შევწვათ კვერცხი, მოდი მე. ეხლა წარმოიდგინე, პური არ არის. წყალი არ არის. და დენიც რო არის მართლა ხოლში, გასაკვირია. და გარეთ ვერ გადიხარ. ინტერნეტი ციტი შევახოლმე, ხო? ვერსად, ვერაფერს ვერ მოიტან, ეხლა 1 მეტრი თოვლი რო არის საწახლა. ხო, ანუ აი შენ უნდა გქონდეს მარაგები რა. ხო, მაგრამ უცებ დაატყდათ თავს. და ვისაც ფული არ აქვს, და ეს პატარა ავტო იმახლა, აკეთებდა. ერთი ორი ვისაც ფული არ აქვს, იმას მარაგებიც არ აქვს. ხო, მარაგი ხა ერთი ორი კვირა მაინც უნდა ქონდეს, ორი კვირის მარაგი საჭმელი და ორი კვირის მარაგის ცოტა ფული უნდა? აბა. და ორი კვირა თუ თოვლი თან ეხა ერთი რო ხარ, ერთი ხარ, მაგრამ წარმოგიდგენ ოჯახი როა მაშინ. კიდე რამდენი უნდა? მე რა მარია მინდა. მარია გინდა? Thank you, Dad. ცოტა ჩაყარე ბევრი არის. Dada, Mama. აუ, მაყენა. გაყენა რასამ. მარილი გაუკეთე ევა? Yes, Dada. კარგად მომრიე. ნახა ქეთინე. ეხა მომწერს. ამხელა ხოლში რო მარტო ხარ, კაროჩე, ეხა 20 და 30 სანტიმეტრი გახვალ სადაც გინდა იწახვალ. ვერ მიდიხარ ვერსად პროსტა. თან მარტო რო ხარ ძალიან ტერხავს. რადგან ასაკში მაინც ახლა 65 წელი პატარა ის არ არის. 65 კი არა, ეხა მართლა თოლში ფეხით მეც ვერ გავალ ვერსად. აი სადუნ როგორ უნდა წახვიდი. აი ეხა ჭიშრამდე მისვლა კი, მაგრამ მე ცენტრალური გზები გაწმენდილია. არიო? ხო. არა. მაგრამ ვიხამდე მისვლა არ გინდა? მე სპადა იმფოზე რომ წაიწე სადღაც რამე მოიძახოს. პატრონი ვიდა. ვინი დაიქჩობი თოლში გაიყინები? სანამ ესენი იპოვიან ნუ ეს მოხალისები და კიდე რაღაცას თვლებენ. რას ამბობ მოხალისეები? აბა ამ თაგვების იმედი ჩემტერს კონდეს. ხო, იმენა საერთოდ ახატიათ ვაფშე მაგრად. ძლიერი სახელმწიფო უნდა
იყო და დროულად უცებ რეაგირება ტექნიკა ბევრი უნდა გყავდეს და უცებ რა ტექნიკა და რა ყავთ საერთოდ ვერტფრენებით უნდა იყოს თუ ნიუალი ადგილები რო არის ვერტფრენით უნდა მიხვიდე და იქიდან უნდა მიაწოდო ვერტფრენს აფრენენ ესენი მიდი აბა ნახე მეფზე ჩოხატაური ჩოხატაური მარტო? ჩოხატაური ჯალაღონიას ქუჩა 4 ესეთი მისამართი არის ერთი თუ რამდენიმე საგდებს აბა აგერ ნახოთ ჩოხატაური რაიონული ცენტრი არის თუ აი ჩხოროწყო ხო არის მახარგარი ჩხოროწყო ქვედა ჩხოროწყო ეს ჩხოროწყო ის ჩხოროწყო რაღაც ესე არის არ მოუწერია ვერ გწერს ეთყობა? რავი არ ვიცი არა რატო ვერ მწერს აბა მაგაზე პასუხი არ მოგწერა? მომწერს ალბათ რაღაც აკეთებდა ალბათ ჩოხატაური რა და ჯალაღონია ჯალაღონიას 4 ვაფშე ჩოხატაური ჯალაღონიას ქუჩა ნახე ისე არ აგდებს ჩოხატაურს აგდებს ესეც არის ხოლმე პრობლემა პოვნა ანუ ეგეთ ადგილებს აი რამდენი ამოაგდო ახლა ქვემოთ ჩოხატაური ჯალაღონიას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი გოგოლესურები ჩოხატაურის რაიონი რომელია უნდა დააზუსტო მაშინ ანუ რომ მოგწერს აი ნინი ეს არის ქალაქი დაბა იყო და დაბა ბახმარო გახდა და ეხლა ეს გახდა ქალაქი გაუგზავნოთ მარიამს ეგრევე ის გაუგზავნე რაც გამოგიგზავნა აი როგორც ჩხოროწყოა რა ნინი ეს არის ქალაქი დაბა იყო და დაბა ბახმარო გახდა და ეხლა ეს ჩოხატაური ქალაქი ჩოხატაური ჯალაღანიას 4 როგორც პატრონ ბავშთა სახლი იყო ადრე გვერდზე და იქიდან უფრო ცნობენ ხოლმე მაგრამ რუსთაველის ქუჩიდან აი თეატრიდან რომ შემოდიხარ თეატრის შენობა არის ცენტრში და რუსთაველის ქუჩა ცენტრალურია მოდიხარ სოფლისკენ გოგოლესუბლისკენ და პირველივე შესახვევია რა მარჯვენა მხარეს ჯალაღანიას ქუჩა ჯუარი დიდი ჯუარი არის ქუჩის შესასვლელთან და იქ უნდა შემოვუყვიო და მე ახლა კიდე ველო ერთ დავაპოსტინე რამდენიმე ცხოველთ მოყვარულს და ბათუმელმა გოგომ შემეხმიანა რომ თბილისელს უნდა ვიღაცას დახმარება კორმით საკვებით და ოღონდ მომტანი არავინ არ არის გზები მოყინულია და ეს ბიჭები გარეთ მეზობლებს თხოვენ მაგრამ რავი დასათოლად სახლები ჩავარდაო სახურავები და იქ მიდიოდნენ და არ ვიცი ახლა ერთი მყავს კიდე რაიონის ცენტრში იმას დაურეკავ რომ თუ მიაღწევს იმ ზოომაღაზიამდე დაკეტილი იყო ეს 2 დღე და დღეს გაიღებაო და ახლა გადავრეკავ იმ მაღაზიასთანაც და ესე იგი ერთი ტომარა ის იმას დამიფინანსებს ალბათ ეს გოგო მარიამი თბილისიდან ოღონდ ჩეკს და ყველაფერს რა თქმა უნდა დავდებ ზაღლებისთვის და მომტანი იყოს ოღონდ ვინმე მოხალისეებიო მოხალისეების თვითიო გურიაში ჩავაგდებო ვიდეოსო და ნახოთ აბა ერთი მაგალითად შევეხმიანები და იქნებ მომიტანონ ან ვიღაცას ცენტრში გასულია ჩემი ნაცნობი იქნებ იმას მოვატანინო ან როგორმე გამიყვანოს მე არ ვიცი აი ასეთ სიტუაციაში ვარ და მაგასაც გაცნობებ ახლა ჩოხატაური ქალაქი ჩოხატაური ჯალაღანიას ქუჩა 4-ია ჩემი მისამართი და ტელეფონებიც მანდ არის ხო და ამ საკვებზე ახლა დავრეკავ და მაგასაც გაცნობებ ეს გადაუგზავნე ხო მარიამს პირდაპირ ხო ეს არის ქალაქში ცხოვრობს ესე სოფელში არა ანუ ქალაქი გახდაო მე მიანიჩეს სტატუსი ეგ ჩხოროწყუსაც ეგრე გაუკეთე შენ დაჭერით ზურგ მე მიუდა გაუშვოდ შეუბერო და აი ამიტომ არის
შეძლებულიც უნდა იყო, короче. აი ჯიპი, ამიტომ უნდა ყავდეს კიდე. შეძლებული რო იყო ერთი ადგილის მძრევა უნდა და იქ არ ძრევა უნდა. არ უყარს ხალხ. ჯიპიც რო ყავდა, აი ძალიან მაღალი გამავლობის და შემოა. რა ღირს ძალიან მაღალი გამავლობით. აგეს სხვადასხვა რავი კარგი ეხა ცოტა ნორმალური უნდა იყოს, თორე მაშინ თუ გაგიფუშდა. არა, კარგი. 1.15.000. არ 15. მე მეკონა 1.5. 5-იც არის, მაგრამ ძველები რაღაცა უფრო, მაგრამ მე ცოტა ხოლმე ახალისკენ მიხრები. ახლისკენ იხრები და პულიშოვნისკენაც უნდა გადაიხარო, ძმაო. მარტო ახლისკენ გადახრა არშველის. კაი, გავგზავნე მარიამს. ნუ ეგ ვინც ეგეთ ადგილებში ცხოვრობს, სოფლებს შიდა იმეებში, თორე ქალაქში თუ ცხოვრობს თბილისში, სავალდებულოა არა ჯიპი ხავდეს.